ესეც ასე მოვედით ამ ულამაზესი სასტუმროს მე-9 სართულზე, ფაქტურად მე-9-ზე ვართ და ანსამბლ გვირილას 35 წლის იუბილეა. მე ვეცდები ამ პატარა სიუჟეტში შემოგთავაზოთ გვირილას მოკლე ისტორია, გაგაცნოთ რამდენიმე ბავშვი, ვეცდები ჩავწერო მათთან ინტერვიუები. რა თქმა უნდა, დარბაზში ვხედავ ქალბატონ ერნა წიპურიას, გვირილას დამაარსებელს, ქალბატონ ნინოსაც და აუცილებლად გავაცნოთ საზოგადოებას 35 წლის ისტორიის მქონე ანსამბლის ამ ერთ ლამაზ დღეს, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, თუნდაც მხოლოდ იმ გაგებით, რომ იარსებო 3 ათეულ წელზე მეტი და შექმნა ასეთი ისტორია, ეს არ არის არც ისე ადვილი საქმე. ამიტომ მოდი ერთად დავესწროთ რამდენიმე საშემსრულებლო ნომერსაც მოусმინოთ, მერე ბავშვებს ჩავწეროთ, ქალბატონ ერნასაც გავესაუბრებით და ერთ პატარა ლამაზ სიუჟეტს შემოგთავაზებთ. გამომყევით. გვირილას 35 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინდა რომ ჩვენს ნიკას გადასცეს ჩვენი ქვეყნის წარმატებულმა ბიზნესმენმა, მარტვილელმა ქველმოქმედმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც გახლავთ კომპანია ჰამას დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მისი გამოფენა ჩვენ დაგვდობანებიდან გაიმართება ჩვენს გუმბათში. გიორგი გახლავთ დუბაის ქართული კულტურის დღეების სპონსორი. ჩვენ მივემგზავრებით დუბაიში 13 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით და გიორგი ჩვენგვერდით იქნება. ის გახლავთ პროექტის ხარდამჭერი. მე მინდა გიორგისთანაც წარმატებულმა ადამიანმა გადასცეს დიპლომი ნიკა კალანდაძეს. Bravo, bravo, Nikas da seni iradeli işlemleri kardeşlerimiz saçmaş modelden muhabbetler veriyor. Albatoma Nino şarkı söylüyor. ჩემი თავის ძალიან ვამაყობ, ქალბატონი ერნა, რამე თუ მარგალიტებს პოულობ ხოლმე თუ აქეთ პოულობენ? მე მგონი აქეთ პოულობენ. მე მგონი აქეთ იმოვესია. დიდი მადლობა.
ყველაფერი ჩამოთვალეს ტექნიკაზე, გადასანევი, პედაგოგი, მშვენიერი მასწავლებლები, კარგი მუსიკოსები, რაც თავარია და გავიწყდა. გურული. Thank you.
regarde comme ça, avec ses grands yeux, comme si je trouve qu'on n'est pas que l'un des froids. Que je veux dire, il est malheureux, moi aussi je le dois. Te faire de mon miel, je vais changer l'histoire pour qui aurait l'espoir. L'amour et le ciel, tenez-moi l'avenir, je sais là dans mes mains, et ça fait fleurir des roches et des semas. Tenez-moi sous la main, on sait qui c'est ça, je leur donnerai les jours et les mondes des mains. C'est monde, c'est monde, c'est monde, c'est le tien, c'est le mien. C'est monde, c'est monde, c'est le mien, c'est le tien. C'est monde, c'est monde, c'est les mondes des mains, les mondes des mains. Tu peux bien rire de moi, tu peux même dire ce que tu veux. Moi je l'abandonnerai pas, t'entends, j'aime pas. Ce soir encore, je fais mon verre, tenez-moi l'avenir, c'est là dans mes mains de rien. Ben je me laisse souffrir, ben je parle de rien, peut-être tout l'amour, pour que si c'est bien, j'aimerais pour toujours. C'est mon démon, c'est mon, c'est mon, c'est mon, c'est le tien, c'est le mien. C'est mon, c'est mon, c'est le mien, c'est le tien. C'est mon, c'est mon, c'est le monde des mains, les mondes des mains. მე მინდა გაგაცნოთ ლელა განსაკუთრებით. ლელა გახლავთ 9 აპრილის გმირი. ალბათ მონაწილე გმირი ყველაფერია ლელა. აი ლელა მღეროდა. ლელა თანდურზე თუ ჩონგურზე. თანდურზე ლელა მღეროდა. დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს. აბა ლელა გახლავთ ის გმირი ნამდვილად და მე ყოველთვის მახსენდება კორწანისის ომზე. აი იმ სიმღერაშივე თვითონ მაგლებში არის ასეთი სიტყვები რომ ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. სინამდვილეში მაჩაბელი რეალური პიროვნება იყო, რომელიც იმდროინდელ ერეკლე მეფის დროინდელ საქართველოში ცხოვრობდა და კრწანისის ომის დროს ჩვენს ჯარს სიმღერით ამხნევებდა და გადმოცემის მიხედვით ისიც დაიღუპა იმ ომში. ასე რომ სიმღერას ამ უდიდეს ჰარმონიას დიდი გავლენა აქვს. არა მხოლოდ ასეთ სცენებზე, არამედ ომშიც კი წარმოიდგინეთ. დღევანდელი დღე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან 2022 წელს ისრაელში ვიყავი ფიფქია და მე 16 წლის ემიგრანტი გახლავართ და ჩემთვის დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვიმყოფები საქართველოში, ვიმყოფები ჩემს ხალხთან და ყველას გილოცავთ დამდეგ 2026 წელს მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ულევი სიყვარული. მიყვარხართ ყველანი. მე დღეს ვარ ძალიან აღფრთოვანებული პატარებთან ერთად. მეც დაუბრუნდი პატარა, აი თავს გზნობ როგორც პატარებთან ერთად ძალიან სიხარული და სიყვარულით. გილოცავთ ყველას ყველაფერს. Hello, my name is Archie and I'm 13 years old. I love this academy. I would say this is one of the best academic. I had so much fun. ჩვენ 10 წელია დავდივართ გვირილაში, ჩემი სამი შვილი აქ გაიზარდა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ერნა წიფურიას და ასევე ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო აფხაზეთის სამინისტროს მიერ კერძო დავით ფაცაციას მიმართ, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას რომ ვეზიაროთ ხელოვნებას.
35 წელი შეუსრულდა გვირილას. მე როგორც დიდი გვირილა ულოცავ ჩემს ერნას, ჩემს ნინოს ულოცავ დიდი სიყვარულით, იმიტომ რომ 35 წელია მეგობრობთ და ყველა ბევრი კონცერტი მაქვს, მათი წაყვანილი, ბევრი კლიპები გვაქვს გადაღებული და მინდა კიდე ერთხელ, კიდე ერთი 35 წელიც ერთად იყვნენ. კარგი პედაგოგები არიან, ძალიან კარგი ბავშვები აღზარდეს, ზრდიან და კიდე აღეზარდოთ ბევრი. დიდი სიყვარულით ულოცავ და ულოცავ კიდევ 20-26-ის დადგომას. შობა ახალ წელს. მიყვარხართ, ყოცნით მრავალ ახალ წელს. მე გახლავართ ანა კვარაცხელიას დედა, მე 7 წელია რაც აკადემია გვირილასში მღერის და არ შემიძლია გულთვილი მადლობა არ გადაუხადო აკადემიას გვირილის დამფუძნებას ქალბატონ ერნას, ქალბატონ ნინო ჩიხრაძეს, მართლაც დაუფასებელია მათი ამაგი და ღვაწლი ამ პატარების განვითარებაში. მადლობა დიდი. შენ რა სიტყვი ბატონო? მე ვარ ანა კვარაცხელია, აკადემია გვირილა სოლისტი და ძალიან მომწონს იქაურობა. გილოცავთ ახალ წელს გვირილა და გისურვებთ კარგ დამდეგ ახალ წელს და კარგად გაგეტარებინოთ 2026 წელი. რა არის დღევანდელი საღამო შენთვის? ჩემთვის არის ასე ვთქვათ დებიუტის მეორე, ანუ ასე ვთქვათ მეორე კონცერტია და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასე ვთქვათ გამოვედი ამ სცენაზე. მუსიკა რა არის შენთვის? მუსიკა ჩემთვის არის როგორც აგებულება რაღაცის, მაგრამ ზოგადად ჩემთვის არის მუსიკა რა იყოს ჩემთვის ცხოვრება აღარ იარსებებდა ზოგადად. ჩემი ბავშვები იღებენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, ხატავენ გადასარევად და ეს არის ქალბატონი ერნას დამსახურება. ძალიან დიდი შესაძლებლობები მოგვცა, ჩვენ დიდ ხელოვნებას ვეზიაროთ, გავითავისოთ ყოველი სილამაზე და ინოვაციები. უღრმესი მადლობა ამისათვის ქალბატონ ერნას. მინდა მოგილოცოთ გასული ნიკოლოზობა, მრავალბედნიერი ნიკოლოზობა საქართველოს სრულიად. ეს არის არაჩვეულებრივი დღე, ჩვენი საპატიო დაჯილდოების ცერემონიალი ტარდება ეგრეთ წოდებულ მე-7-ზე ვართ დარბაზის დასახელება ვენდამ გრანდ ბალრუმში, სადაც სულ მალე გაიმართება საქართველოს ქალბატონების საპატიო დაჯილდოების ცერემონიალი და რჩეული საზოგადოება დაჯილდოვდება ჩვენი ასოციაციის მხრიდან. დღეს გვირილას 35 წლის იუბილეი. კი ბატონო, მრავალი ბედნიერი ოქროს იუბილე აკადემია გვირილას ქალბატონ ერნას. ბესო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ოქროს ბიჭს, იმიტომ რომ ძალიან საყვარელი ადამიანია. ბესო ძალიან გვყვარს მე და ქალბატონ ერნას და მინდა დიდი გამარჯვებები ვუსურვო მას. დიდი სიყვარული და პატივისცემით. თაობები რომელიც გაიზარდა გვირილაში. რა შეიძინეს იმ თაობებმა? იცი რა არის პირველ რიგში კულტურული აღზრდა მე მგონი დამეთანხმები საჭიროა ადამიანისთვის, რომ ესე ვთქვათ საკუთარი თავი წარადგინოს საზოგადოების წინაშე და საქართველოს კი სხვა ქვეყნებისგან ბევრი საინტერესო უნდა შეეძინოს, მაგრამ თვითმყოფადობა მაინც უნდა შეინარჩუნოს და ქართველმაც უნდა საკუთარი მეობა, კულტურა, თავისი ქვეყანა ყველგან და ყოველთვის სასახლოს ესე ვთქვი. დღეს არის ძალიან მაგარი დღე, იმიტომ რომ აკადემია გვირილა შეუსრულდა 35 წელი დაფუძნებიდან და ძალიან ლამაზი საღამო მე ასე ვფიქრობ გამოვიდა ესე იგი ბავშვების, ესე იგი ახალი თაობების, თუმცა ცოტა მოგვიანებით ძველი თაობის ბავშვები შემოგვიერთება. აი ახლა მე ვადლევ ინტერვიუ ბატონ ბესო ჩუბინიძეს, მე მინდა მას მოუხადო მადლობა, ორჯერ იყო აკადემია გვირილა გამარჯვებული მეგას დაჯილდოებაზე. მე ვთვლი რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან საამაყო, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაშინ არ იყო ასე ბევრი დაჯილდოებები და საერთოდ არ იყო დაჯილდოებები, მე მგონი მარტო ბესო ჩუბინიძე ატარებდა აი ასეთი ლამაზ საღამოებს. დღეს უკვე ანუ ბევრი დაჯილდოებები არის. მე თვითონ ვარ ევროპის 5 ქვეყნის ფესტივალების მენტორი, ეს არის საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია და ესე იგი
იგი წელიწადში 4 გვაქვს ჩვენ ფესტივალი, რომელიც აი ევროპაში ტარდება. ძალიან მიხარია, რომ აი ასეთი, ანუ განვითარდა საქართველოშიც ძალიან ბევრი კარგი ესე იგი პროექტები შეიქმნა. ჩვენ გვაქვს 5 ფილიალი გავხსენით, ეს არის ქართულ-ამერიკული სკოლა, ეს არის სკოლა, კერძო სკოლა ცოდნა, დავითიანი, ანუ გაიზარდა ჩვენი ესე იგი აი ასე ვთქვათ, ადრე თუ იყო ერთი სტუდია და ეს ალბათ ყველაფერი იმიტომ წარმოიშვა, რომ გაიზარდა ქალაქი, ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს ამ ქალაქში, მოძრაობს, დაატვირთულები არიან მშობლები, არ ძალიან მშობლებს და ამიტომ ესე იგი აი ეს რომ ესე იგი გაიხსნეს ფილიალები, აი ამანაც წარმოუშვა და ძველი თაობის ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები, ზოგი ოპერაში მღერი, ზოგი ესტრადაზე არის, აი უსაყვარესი დიტო ქისიშვილი, რომელიც 4 წლიდან ჩვენთან მღეროდა, სულ გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. თუმცა არიან ოპერის მომღერლები, როგორც არის გიორგი ანდღულაძე, დღეს არის ძალიან ცნობილი, ქრისტი ბაგრატიონი, რომელიც მუსიკას არ გაყვა, მაგრამ საკმაოდ წარმატებული ადამიანია და ძალიან მე ასე ვფიქრობ, ბესო არ უნდა მოიყვანო აკადემიაში, რომ ისწავლოს სიმღერა და გახდეს დიდი მომღერალი. ისწავლოს სიმღერა, კულტურა, აი ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, შემფასებელი იყოს კარგი და რა თქმა უნდა ინტელიგენტური საზოგადოება ჩვენ გვჭირდება, ჩვენი მომავალი და აი ეს არის ამოცანა, იმიტომ რომ ყველა მომღერალი რა თქმა უნდა არ გამოვა. ადრე ვარჩევდი მე, აი ამას მენა აქვს, იმას მენა არ აქვს, ამას ხმა აქვს. განვითარების საშუალება ყველა ბავშვს უნდა მისცე.